რადიო კალენდარი. მოგესალმებით, საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ გადაცემას რადიო კალენდარი. ილია თაუბერიძე გესაუბრებათ, მიხეილ კოჩაძეა ჩვენი ხმის რეჟისორი. და სიმღერისთვის შეიქმნა ადამია 1929 წლის 25 ივლისს თბილისში დაიბადა ინოლა გურგულია. მისი დაბადებიდან 95 წელი გავიდა, რადიო კალენდარში დღეს ინოლას გავიხსენებთ. დასიკეთისთვის შეიქმნა ადამია მეორე იყო ღიმილი მზიანი ალერსიანი ძნელია საქართველოში მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უყვარდეს ინოლას სიმღერები და თუ თავად არ გამოსდის სიმღერა, თავისთვის არ ღიღინებდეს მის მელოდიებს. ინოლა სახალხო კომპოზიტორია, გემოვნებიანი და გემრიელი. ინოლას მღერიან სხვადასხვა თაობის შემსრულებლები და მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში არ ჩაუწერია გრამფირფიტა, სიმღერები მაინც გავრცელდა, ძალიან პოპულარული იყო და არის დღესაც. პროფესიულ ჩანაწერს გულისხმობთ, თორემ მისი ჩანაწერები საბედნიეროდ მაინც შემოგვჭა. გარდა იმისა, რომ ინოლას მელოდიები საოცრად ლამაზია, მისი ხმა და შესრულება კიდევ ცალკე თემაა. გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს ტელევიზიით ხშირად უჩვენებდნენ მუსიკალურ ფილმს ინოლა გურგულიას საბავშვო სიმღერები. თუმცა რაღა საბავშვო ეს სიმღერები უამრავი ქართველი საესტრადო შემსრულებლის რეპერტუარშია, ინოლა კი ჩემთვის ამ სიმღერებით გახდა ცნობილი. ამ სიმღერას, რომელსაც ქვია ინთება დილა, ისე როგორც დანარჩენებსაც, რაც ფილმში არის შესული, ბავშვთა კვარტეტი ასრულებს, რომელსაც ინოლას მეგობარი გიული დარახველიძე ხელმძღვანელობდა. გიულისთან და მედია სიხარულიძესთან ერთად ინოლამ, როცა უცხოენათა ინსტიტუტში სწავლობდა და შემდეგ მუშაობდა, ჩამოყალიბა ტრიო სამაია და თითქმის ყველა დღემდე მოღწეული ჩანაწერი სწორედ ამ ტრიოს შესრულებით გვაქვს. მოდით ინოლას მოусმინოთ, იგი საკუთარ ავტობიოგრაფიას, როგორც მას შეეძლო, მოკლედ და ლამაზად ყვება იმ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მის შესახებ გადაიღეს. ჩემი სახელი ხშირად უცხოური გონიათ. სვანური წარმოშობისაა. ბიძა ჩემმა მოიკითხა ქვაზე. ალბათ ეწერა ირინოლა, დინოლა ან მარინოლა. გარკვევით კი მხოლოდ ინოლას ჩანდა. ასე დამერქვა ეს სახელი ივლისის ცხელ დღეს და იმ დღიდან დამყვა მზის სიყვარული. მზე ჩემთვის სიმბოლოა სიცოცხლის, სიყვარულის, ბედნიერების, ქმედების. ამიტომაც ვამბობ, ჩემი ფერია ყვითელი ფერი, ფერი მზისა და ცხელი ქვიშისა. სიხარულით მაგონდება სოფელში გატარებული თვეები. მამიდასთან თუ დედულეთში. მამიდამ მასწავლა პირველი 7 ხელი გიტარაზე. ჩემმა ძიძამ დედულეთში მასწავლა ფანდურზე და ჩონგურზე დაკვრა და მეგრული სიმღერები. მაგონდება ჩვენი დიდი 25 თვალიანი.
უზარმაზარ ეზოში აივნის წინ ორი კიპარისი და 100 წლოვანი შრიალა ჭადარი. მაგონდება მთვარიანი ღამეები ჭადრის ქვეშ, ჩემი ძიძიშვილები, ჩემი მეგობრები, თავმოყრა, სიცილი, კისკისი, შაირობა, თამაში, გაჯიბრება. მე მაგონდება მთვარესთან საუბარი ღამე, ჩურჩული. დილით ცვლიან მინდორზე ფეხში შველა ტანტალი, მინდორში ომბალო სურდალი. მაგონდება რთველი და კოკებში რაკრაკი ჩასული ბადაგი. მერე სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი ერთდროულად დამთავრებული. შემდეგი უცხო ენათა ინსტიტუტი, პირველი თარგმანები, მათგან მიღებული სიხარული, შელი, ბაირონი, ლონგფელო, კიტსი, ჩვენი ტრიო, გიული და მედეა, სიმღერები სიყვარულითა და მეგობრობით დღემდე მოტანილი. დაუვიწყარია პირველი ლექციის ჩატარება. თარგმანები ჩემს უახლოეს მეგობრებთან და კოლეგებთან, ლულუ ფაღავასთან და ზეინაბ ხახანაშვილთან თანამშრომლობით. ჰემინგუეის რომანი ვის უხმობს ძარი, მიჩელ უილსონის რომანი იცხოვრა ელვასთან. ანთოლოგიისთვის თარგმნილი 200 დე ლექსი, 100 დე საკუთარი ლექსი და 100-ზე მეტი სიმღერა. იმ დღიდან დამყვა მზის სიყვარულიო, მისი ფერი ყვითელი ფერი ყოფილა. ფერი მზისა და ყვითელი ქვიშისა. ამ სიტყვებმა ერთი სიმღერა გამხსენა, მას ქვია მზის წევრებში. სიმღერა ინოლას მეუღლის მიხეილ შუღლიაშვილს ეკუთვნის, ინოლა მეგობრებთან ერთად ასრულებს და ახლა გვინდა შემოგთავაზოთ სწორედ ეს ჩანაწერი. მზის წევრებში მიავია გრილი, ირვიძება გვირდები და გაზაფხული მოდის თეთრი გვირილები და დიდები შინ ბრუნდებიან მერცხლები ისევ ზეს ჩამოყვება ცდუნება adzgerდება ამღერდება სიყვარული გუნება შენახარ სხვა გაზაფხული ჩემი უკრობი მზინათა შენახარ ჩემი გაზაფხული ზისტევრებში დაგვებნება თავზე აფეთქილი გვირდები და ყვავილებით სავსე მთაზე ხოლო ჩვენ ორნი ვიქნები შენ გაზაფხული იქნები ჩემი მეც გაზაფხული ვიქნები adzgerდება ამღერდება სიყვარულის მზე სიყვარულის მზე ინოლას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით 5 წლის წინ ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ მის შვილთან, მუსიკოლოგ დავით შუღლიაშვილთან. და თუ საინტერესოდ იგონებს დედას საბავშვო სიმღერების შექმნის ისტორიას, რომელიც მას და მის დას იას დაუწერა, ჩანაწერების გადარჩენის ამბებს, ამ ინტერვიუს ფრაგმენტი გვინდა ახლა შემოგთავაზობთ. ჩვენ ვიხსენებთ ინოლა გურგულიას და გადაცემის ბოლოს ერთ ნაკლებად ცნობილ, თუ შეიძლება ითქვას უცნობ ჩანაწერსაც შემოგთავაზებთ ინოლას შესრულებით. რატო ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ გაუნელებელია სიყვარული მისი სიმღერების და მისი მელოდიების მიმართ და ნუ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პოპულარულია და კიდევ იზრდება ეს პოპულარობა. აი როგორც შვილმა, არამედ როგორც აი მუსიკოლოგმა, თუ შეიძლება რომ თქვა, აი რაშია განსაკუთრებით აი მისი სიმღერების ეს პოპულარობა, აი რა დევს ამაში, ყველაზე მთავარი გასაღები რა შეიძლება იყოს. მე მგონია, რომ ინოლას სიმღერებში ჯერ ესეთი არა მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით, არამედ ძალიან დიდ მნიშვნელობას
იძენს ის რომ ინოლა თვითონ იყო როგორც მუსიკის ისე სიტყვების შემქმნელი და თავად იყო მომღერალი ამისა. და შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო მომღერალად რჩება და დარჩება ალბათ ყოველთვის თავისი სიმღერებისა. ძალიან ორგანულია ერთმანეთთან ყველაფერი. ეს ტექსტი და სიმღერის ურთიერთობა, აი ფაქტობრივად ერთად შექმნილი რო არის ეს პირდაპირ ჩანს. ამოსაცნობადაც არ არის ძნელი ინოლას ჰანგები. იმ დონეზე რომ ზოგიერთი არაინოლას სიმღერასაც ზოგჯერ ინოლას მიაწერენ ხოლმე. რაღაცა თავისებური მელოდიკა აქვს, ჰარმონიის თვალსაზრისით. თავისთავად ის უნდა აღინიშნოს, რომ ინოლას შემოქმედება პრინციპში არის დაკავშირებული 50-იანი წლებიდან არის ეს წამოსული, გასული საუკუნის და რაც საინტერესოა, ახლა განსაკუთრებით იმ სტუდენტობის პერიოდში მისი დიდი ინტერესი იყო ჯაზური მუსიკისადმი, სიყვარული შეიძლება ესე თქვას, ინტერესი კი არა, არამედ სიყვარულიდან. რაღაცნაირად მაშინ ეს ჯაზი შეიძლება ითქვას, რომ ის ადვილად მოსაპოვებელიც არ იყო. თუმცა კი საქართველოშიდაც ახლა გპ-ის კვარტეტის სახით იქნება თუ უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა ინოლა და ფაქტობრივად იყო ინგლისური სპეციალისტი იყო, პროფესიით მუსიკოსი არ იყო. ხო და ამ ინსტიტუტის ატმოსფეროშიც მიმართულებისადმი, ამ ჟანრისადმი ინტერესი არსებობდა და იქმნებოდა სიმღერები და ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ინოლას სიმღერები, რომელიც გარკვეულად ჯაზურ ელემენტებს შეიცავენ, ძალიან თავისებურია. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის კოპირება, რაღაც თქვა ამერიკული იმისა პირდაპირ და თან ასე თქვა ისევ სიტყვებთან მიმართებაში ვიტყვებ. უმეტეს შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა სიყვარული არის მთავარი თემატიკა ამ სიმღერებში. რაღაცა ისეთი ძალიან ბუნებრივად და ორიგინალურადაც ჟღერს დღემდე. ისე რომ აი ახალ თაობაშიდაც ბევრი ვიცი, აი ახალგაზრდები, ვისთვისაც აი ინოლა სიმღერები ისეთი განსაკუთრებული სიყვარულის საგანია. აი უცხოენათა ინსტიტუტზე საუბრობდით და ეს პირველი ტრიო იქ შეიქმნა მისი, ხო? გიული დარახვილიძის მედია-სიხარულის. ამას წინათ უსმენდი აი გადაცემისთვის რომ ემზადებოდი და გიული დარახვილიძე ამბობს ასეთ რამეს, რომ რადგან ბანი არ ყავდა ამ ტრიოში, ინოლამ ბანის პარტია ოქტავით მაღლა გადაიტანა და სულ სხვა წყობა შექმნა ტრიოსი. ეხლა მე არ ვიცი ეს მუსიკალურად რას ნიშნავს. მუსიკალურად სულთლად ზუსტი ნათქვამი არ არის. უბრალოდ ახლა ჩვეულებრივი რამ იყო საქართველოს სამი ხმის თმღერა ბუნებრივი რამ არის ხო, მაგრამ როგორც წესი არის პირველი, მეორე და ბანი. ესეთი ხმათა გაშლით ხო, ეს ხალხური სიმღერიდან მომდინარე და მათ შორის ქალაქურ სიმღერებშიც ესეთი სახე. თქვათ რო ავიღოთ იშხნელების კვარტეტი, სინამდვილეში ისინი სამ ხმაში მღეროდნენ, პირველი, მეორე და ორი ბანს მღეროდა. ესეთი აგებულება ჰქონდა, მაგრამ ინოლას ტრიო სამაიას შემთხვევაში ხდებოდა შეიძლება ითქვას პირველი და მეორე ხმას შორის ჩართული ხმის ჟღერადობა, რომელიც დღეს უკვე ძალიან ჩვეულებრივი რამ არის და ძალიან პოპულარული და ფაქტობრივად ესეთი ხმებში მღერა რომ უყვარს ქართველს, ამისი ესეთი ჩვეულებრივი გამოხატულებაა, თუმცა იმ პერიოდში ეს სიახლეს წარმოადგენდა შეიძლება ითქვას. ეს ძალიან კარგად იქნა მიღებული ეს. რა თქმა უნდა, ხო. ანუ ბანი ახლა შუა ხმაში ბანი კი არ არის, არამედ ის არის ისეთი ჩართული ხმა, ისეთ აკორდულ შეთანხმებებშია ხმები ერთმანეთთან, რომ ძალიან ორგანულია. ორგანულიც არის და საინტერესო ჟღერადობა. საინტერესო და სასწრაფო. თქვენ საუბრობთ დასაწყისში აღნიშნეთ გამოცემების შესახებ, როგორც ნოტების, ასევე სიმღერები, აუდიო ალბომები და მისი წერილები და თარგმანები და ლექსები. მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მაქვს ასეთი შეკითხვა. ინოლას ძალიან ბევრი სიმღერა, რაც გადაღებულია, ჩაწერილია აუდიო არქივში, მათ შორის საქართველოს რადიოს არქივში, რაც ადამიანების მიხსიერებით შემორჩა. თქვენთვის ცნობილი იყო თუ არა ყველაფერი და შემდეგ მოგიწიათ თუ არა ამ სიმღერების მოძიება და ამ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ცალკე ინოლას ჩანაწერები ბევრი აქტუალურად თითქმის არ შეიძლება ითქვას თითზე ჩამოსათვლელი იყო. მაქვს სახში რა თქმა უნდა ინოლას ხელნაწერებიც, სანოტო ჩანაწერებს, მაგრამ ესეც არის უფრო აი ადრინდელი. მე უკვე ფაქტობრივად ნოტებზე აღარც წერდა, არამედ ის ზეპირად თავისი ტრიოს შესრულებით იქნება თუ ოჯახური შესრულებით თუ მისი სოლო შესრულებით, ასე ცოცხლად არსებობდა და რადგინდათ ეს ჩანაწერები აგერ არა ვარ და როცა გინდათ გიმღერებ ესეთი გამოთქმა არსებობდა ინოლას მხრიდან. თუმცა ჩვენ და საბედნიეროდ, რაღაცეთ სახლში აღმოჩნდა ინოლას გარდაცვალების შემდეგ. ჩვენ სახლში კიდე ხა мама კომპოზიტორი, მუსიკოსი
და რაღაცა უამრავი ჩანაწერების მქონე დიდი კოლექციისა ფირფიტებისა და მაგნიტოფირებისა. ეს მაგნიტოფირების რაღაცა ძალიან დიდი კოლექცია ჰქონდა მამას და ამ ფირებში ზოგან აღნიშნული იყო რა იყო, ზოგან არა, ეს ცოტა არეული კი იყო იმ პერიოდისთვის და ერთჩვენიერ დღეს, ასე ვთქვათ, ამ ძიებაში წავაწყდი ძველ ბაბინას, რომელზედაც აღმოჩნდა ინოლას ჩანაწერები, გაწერილი რაღაც ისეთი 4 სიჩქარა ერქვა, მაშინ მაგნიტოფონი ძალიან ნელა რო ტრიალებს და შესაბამისად ხარისხი ძალიან დაბალი ჰქონდა ამ ჩანაწერებს, მაგრამ ამ ჩანაწერებში აღმოჩნდა სიმღერები, რომელიც ინოლას თვითონ ჰქონდა დავიწყებული. სიცოცხლეში უკვე დავიწყებული ქონდა ეს საიდან ვიცი რომ დავიწყებული ქონდა ინოლას სანოტო ჩანაწერები კი არ ქონდა ყველა სიმღერისა, მაგრამ ქონდა სიმღერის ტექსტების რვეული. და იმ როელში ქონდა წითელი პასტით კითხვის ნიშნები დასმული გარკვეულ სიმღერებზე, რომლის მელოდია ეტყობა უკვე აღარ ახსოვდა თვითონ. და აღმოჩნდა ამ ბაბინაზე ადრინდელი ჩაწერილი ძველი ჩანაწერია, ესე იგი რომ ზუსტი თარიღის თქმა მიჭირს, მაგრამ ადრინდელი ინოლას ახალგაზრდობის ჩანაწერია და აღმოჩნდა სიმღერები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ რომლის მარტო სიტყვები ჰქონდა. და აი ამ ჩანაწერებიდან მოხდა მე მისი გაშიფრო და ეს სანოტო კრებული რომელიც თქვი, რომელიც შევადგინე მე, ჩავწერე ნოტებზე, გადავიტანე სიმღერები, იქ შევიდა ეს სიმღერებიც რა თქმა უნდა და ესეთი სახე ჩვენ გვაქვს დღესდღეობით დაახლოებით 80 სიმღერა, ესეთი რეალურად რაც გვაქვს ინოლასი. თუმცა რვეულში, რომელშიც ის კითხვის ნიშნები ეწერა, 100-ზე მეტი და უფრო მეტი სიმღერებიც არის. აი ჩემთვის ძალიან დასანანია რომ არის სიმღერა რომელიც ჩემი ძმის მამუკას ალუქვაძის ლექსზე არის ინოლას მიერ შეთხზული და არ ვიცით მელოდია ესეთი. ხო და რაც შეეხება ინოლას ჩანაწერზე, რომელიც დისკად გამოისცა რაღაც 2 წელს. შეიძლება ახალი არ არის, ვინც იცის ინოლას შესახებ ამბები მათთვის, მაგრამ მაინც ახალგაზრდებისთვის მაინც გავიმეორებ, რომ ინოლას ავადმყოფობის პერიოდში უკვე რა იბოთი იყო დაავადებული ბოლოს და აი ამ პერიოდში მისმა მეგობარმა ლეო ბაქრაძე იყო ესეთი კაცი, მოიტანა თვითონ ეს მაღალი ხარისხის მაგნიტოფონი და რა შვებითო. ეს არის რომ მამას უთხრა ამის თაობაზე რა, რომ ინოლას ჩანაწერი არა გვაქვს რა, ისე მიმდინარეობს ეს ყველაფერი, რომ ხელიდან გვეცლებათ. ხო და იმ ერთ ღამეს მოხდა ფაქტიურად თელი იმ ჩანაწერების შესრულება, რომელიც შედარებით ხარისხიანი სახით არსებობს დღეს და რითიც იცნობს ცალკე ინოლას მიერ ნამღერ სიმღერებს ფართო საზოგადოება. მე აღნიშნავ იმას, რომ ამ დისკზე, რომელიც გამოვეცი, ამაში შესულია უშუალოდ ინოლას მიერ შეთხზული სიმღერები. იქ არის რამდენიმე ინოლას სვის ტექსტზე, 1-2 სიმღერა არის ანზორ სალუქვაძის მაგალითად რა ლექსზე შეთხზული სიმღერა, მაგრამ მთლიანად რეპერტუარი შედგება ინოლას სიმღერებისგან, მაგრამ ინოლამ ჩაწერა ასევე სწორედ იმ პერიოდში იმ ჯერზე სიმღერები, რომლებიც უბრალოდ უყვარდა და მღეროდა. მათ შორის ამერიკული ჯაზური სიმღერაც არის 1-2, რუსული რომანსები არის აისთი დღეს უკვე ძალიან ცნობილი აიდარ არის გიხდება, აი ამის ჩანაწერიც დიპლიპიტო და ასე შემდეგ. რაღაცა ესეთი ჩანაწერებიც არის, რომელიც არ გამომიცია მართალი გითხრა, თუმცა ამ ჩანაწერებმა რაღაცნაირად მე დღევანდელ პირობებში, როცა ყველაფერი YouTube-ზე შეიძლება მოინახოს, რა თქმა უნდა, იქ ადგილი ჰპოვა, მართალი გითხრათ, ჩემს მიერ არ დამიდია, მაგრამ რაღაცნაირად ესე გავრცელდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საბედნიეროდ ინოლას ხმა ასევე შემოგვინახა ქართულმა კინომ. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია, ერთი ეს არის ის დავით თორაძის ცნობილი სიმღერა, კინმიდან დღე პირველი დღე უკანასკნელი, მახსოვს რეკორდის შესავალში მეგრულ სიმღერას. კიდევ არის დარიკოში არის, კიდევ არის დედის ხელი მე მგონი. მოკლედ რამდენიმე ფილმში არის. აქედან რა თქმა უნდა თორაძის სიმღერა ყველაზე უფრო პოპულარული არის. სწორედ ეს ლექსის მას ეკუთვნის. ლექსი მისია ინოლას თორაძის. არა ეს რაღაც ესეთი მოსაზრება გაჩნდა ბოლო ხანებში, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. პეტრე გრუზინსკის ტექსტია ეს ნამდვილად.
და ამ შესრულებასაც პატარა ისტორია აქვს და ამაზეც მინდა ორი სიტყვა. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ სხვას უნდა შეესრულებინა ეს სიმღერა ამ ფილმისთვის და პარტიტურა დაწერილი იყო, ორკესტრ უკვე ნასწავლი ჰქონდა გარკვეულ ტონალობაში. და მე რა მიზეზი ზუსტად არ ვიცი, რის გამო შეიცვალა ეს და შესთავაზეს ინოლას ეს სიმღერა და ინოლასთვის აღმოჩნდა ოდნავ მაღალი ტონალობა. და სწორედ ამიტომ ამ სიმღერის აი ეს მაღალ ბგერებს რო იღებს და განსაკუთრებული სიფაქიზით იღებს და რაღაც ისეთი განუმეორებელი ელფერი აქვს ნამდვილად ამ სიმღერას, რომ ისეთი რომ დღემდე უამრავმა ვინმემ იმღერა თუმცა რაღაც რჩება აი სწორედ ეს სიმღერა არის ის ვინც არის ის ხომ ზოგჯერ ინოლაში რო გონიათ თუმცა რა თქმა უნდა თორაძის უნიჭიერესი კომპოზიტორის ქართული კომპოზიტორის და აი თქვენ თქვით რომ აი ჩაწერა ის სიმღერები რომელიც ყველაზე მეტად ალბათ უყვარდა გამორჩეულად მათ შესრულება საერთოდ ეს პირველი სიმღერა როგორც ვიცი მე აი თვითონ ინოლასგან თუ მამასგან არ ვიცი ეს არის გელი ესეთი სიმღერა ეს სასიყვარულო სიმღერა რომელშიც უკვე ინოლა ჩანს უკვე აი გვიანდელი ინოლაც ჩანს იმ სიმღერაში თუმცა მერე მოდის აი ესეთი ჯაზური ელემენტით სიმღერები და მერე უკვე აი რაღაცა ხო ჩვენი გაჩენის შემდეგ იწერება ეს საბავშვო სიმღერები რამდენად უცნაური არ უნდა იყოს მამუკაც ყავდა უკვე ჩვენ მამუკა ჩემზე 9 წლით უფროსი იყო და ეგ ზუსტად არც ვიცი მამუკასთვის რომელიმე სიმღერა არის თუ არა საბავშვოდან დაწერილი ალბათ არის რომელიღაცა არ ვიცი მაგრამ ძირითადად აი მე და ია მღეროდით და ჩვენთვის იწერებოდა ხო მამუკაც მღეროდა რა თქმა უნდა მაგრამ მამუკას ისეთი საკონცერტო გამოსვლები არ ქონდა ტელევიზიით დედამ სწორედ ამ შენობაში ტელევიზიაში მოვდიოდით ნუნუ ხავთასი იყო იავნანა ესეთი გადაცემის სამყარო რომელიც დედასთან მეგობრობდა ძალიან და ამ გადაცემაში ჩვენ ვასრულებდით ხოლმე ბევრი სიმღერის პრემიერა სწორედ მაგალითად ერთი რომელიმე შეგიძლია გაიხსენო რა თქმა უნდა მაგალითად პიპკები ოღონდ არაურიოდ გიული დარახვალების პიპკებში ეს ინოლას პიპკები რომელიც იას შესრულებით არის რა და მათ შორის ჩვენც რა ინთება დილა ესეთი სიმღერა არის ინოლასი და გვირილა და სხვა ყოველ დილით როცა მხდება დნება ღიმილა სიხარულით მეგებება თეთრი გვირილა ირწევა და ელას ნამში ცისარტყელას მიუალებს და ელას თეთრი გვირილა ბზიანი თეთრი გვირილა ბზიანი თეთრი გვირილა შენ განსაკუთრებით რომელი სიმღერა გიყვა შეგიძლია ასე დაასახელო და გამოყვა ხო ამაშიდაც გარკვეული პერიოდები მქონდა მე თვითონ რომ ამბობ რომ სხვადასხვა პერიოდიო ზუსტად მაგის გაგრძელებაზე აი ზუსტად ესე საბავშვო სიმღერების სიყვარული ბუნებრივია გვექნებოდა იმიტომ ჩვენ თვითონ მღეროდით თავიდანვე თუმცა იმის თქმა მინდა მე რომ ნინო რო გარდაიცვალა მე ვიყავი 13 წლის ხო და 13 წელი პატარა ასაკია რაღაც თვალსაჩინო თუმცა არც ძალიან ისეთი რომ მოკლედ დედა მახსოვს ძალიან ისეთი დიდი ემოციებით მაგრამ იმის მინდა მიუხედავად რომ მის სიმღერას ვისმენდი ფაქტურად ყოველ დღე შეიძლება ითქვას ინოლას გარდაცვალების შემდეგ მოხდა ჩემთვის აღმოჩენა ამ სიმღერების ნუ ასაკს ხო თავისი მოაქვს და მოკლედ აი ამ პერიოდში აი თანდათან აღვიქვი და ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩემი ატაცებული სიმღერა იყო მოვალ რომელსაც დღემდე სიხარული დმღერით დაგინთებალე მოგელანები ცრემლით აგივსებს თვალებს ჯუმიდარებები წავალებმერე ძალიან მიყვარს სიმღერა რწმენა ადამიანი რა თქმა უნდა ადლობელი ვარ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ილია თაუბერიძის საავტორო გადაცემა რადიო კალენდარი
კონუსმენდით დავით ჯუღლიაშვილს, მუსიკოლოგ ზინოლა გურგულიას შვილს. გადაცემის წინ ჩვენ დათოს კვლავ შევეხმიანეთ, ზოგიერთი დეტალის დაზუსტება გვინდოდა მასთან და ერთი ჩანაწერის შესახებ ვკითხეთ, რომელიც საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში გადაცემაზე მუშაობის დროს ვნახეთ. აღმოჩნდა, რომ დათო ამ ჩანაწერს არ იცნობს. ინოლა მღერის კომპოზიტორ ლალი საყვარელიძის ლირიულ სიმღერას ტექსტი ინოლას ეკუთვნის. ამ ჩანაწერს მოგასმენინებთ გადაცემის დასასრულს, რომელიც ინოლა გურგულიას დაბადებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მომავალ შეხვედრამდე. Malei movadre malei nateps mze sheni sigvarumit gavridevinteps chemonatelodre chemomatrolomze isev shekhdები და Sodes khvastan nuchavlibzas Ohannu da parav chvdilit zas Mekhom sigvaruli minda khalasidat minda Nura sodes